ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო პროცესი გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თეატრის იურისტის განცხადებით საქმის ირგვლივ დამატებითი მასალები ბრალდებული მხარისაგან სხდომის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მიიღო, რის გაცნობასაც გარკვეული დრო სჭირდება. მან ასევე მოითხოვა დოკუმენტების საქმისთვის დართვა და აღნიშნა, რომ გასული თვეების განმავლობაში სააგენტოს თეატრი ითხოვდა მათ მიმართ სანქციები არ გატარებულიყო, რადგანაც შეუსრულებელი თუ ხარისხოდ შესრულებული სამუშაოების მიზეზი სამუშაოების მწარმოებელი კომპანია იყო. სააგენტოს იურისტი ამბობს, რომ საქმის დღეს დასრულება შესაძლებელი იყო, თუმცა იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის დარღვევის ფაქტზე სასამართლო გადაწყვეტილებას 13 მარტს გამოიტანს. ვადების დარღვევის გამო სააგენტო თოჯინების თეატრის მიმართ 30,000 ლარის ჯარიმის დაკისრებას ითხოვს. მომდევნო სხდომის თარიღი განისაზღვროს 2014 წელი 13 მარტი 16 საათი ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობაში. რომელი სხდომა დასრულებულია. მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ორი შუამდგომლობა, ერთი წარმოდგენილი იქნა წერილობით მტკიცებულებები, რომელიც ჩემი აზრით ვერ დაეხმარება ვერნაირად მხარეს, რაც შეეხება მეორე შუამდგომლობა საქმის გადადებასთან დაკავშირებით, ვთვლი, რომ არ იყო საფუძვლიანი. გამომდინარე იქედან, რომ ძეგლის ინტერესები ითხოვს სანებართო პირობების სრულად შესრულებას, რის გამოც მოხდა სწორედ შესაბამისი ზომების მიღება სააგენტოს მიერ, აუცილებელია, რომ გატარდეს ეს ზომები და შედეგად მივიღოთ ის, რომ შესრულებული იქნება ნებართვის მფლობელის მიერ ყველა სანებართო პირობა.